ყველაზე დიდი შეცდომა რაც ახონდა ბევრს გონია რომ მაგის გარეშე შანსი არა არის კიდე რომ ეს კალორიების თვლა, ძმა, ამდენი პროტეინი უნდა მივიღო დღეში, ამდენი ის ძალიან მეზარება, ტვინის ბრღვა არ არის ეგრე. ჩემი პირადი გამოცდილებაა. 5 თვეა ვარჯიშობ უკვე. გადამულად ვერ ვარჯიშობ სამწუხაროდ. იმიტომ რომ ალბათ ყოფობის გამო სადღაც 2 კვირა ჩამივარდნო კავშირი. მოდი 4 თვე ვთქვათ რომ ვარჯიშობ კარგად. იმენა დისციპლინებურად ყველაფერი აბსოლუტურად არ დამითვლია კალორია. არც ერთხელ არ მინახავს რამდენი კალორია ვჭამ, ესე. პროტეინსაც არ ვთვლი ესე თითო გრამობით. დაახლოებით ვიცი რამდენს ვიღებ, იმიტომ რომ არ არის მაინც და მაინც ეგრე რომ უეჭველი ამდენი უნდა მიიღო, თორე всё, ვერ წახვალ წინ, არ არის ეგრე. ერთადერთი რასაც ჩვევი არის ეგ. პროტეინს პლუს მინუს ხვდები რამდენს ვიღებ. დანარჩენი ჭამით ჭამს უბრალოდ საჭმელს. ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ დაახლოებით დაახლოებით არა ზუსტად ვიყავი დაახლოებით რამდენი დავიკელე მინდოდა მე თქვა ზუსტად ვიყავი 105 კილო 105 ნახევარი ვარჯიშსანამ დავიწყებდი და ვიყავი მაგარი მოშვებული და მოდონდლოებული და პატარა რეალურად 105 კილოზეც კი იმიტომ რომ სიმაღლეში მაინც 1.90 ნახევარი რაღაც ეგრე ვარ და მაინც 105 კილო ძალიან დიდი არ ჩანხარ რეალურად სიმსუქნის მხრივ და რეალურად არ ვიყავი მსუქანი მაინც მაგრამ პატარა ვიყავი ეხლა ვარ 16 კილო 95 კილო 16 კილო ამ სადაც 10 კილომდე დავიკელი მაგრამ ბევრად დიდი ვარ ზომაში იმიტომ რომ კუნთის მასა გამეზარდა ვიდრე მანამდე ვიყავი როცა არანაირი კალორია არ დამითვლია არანაირი პროტეინი არ დამითვლია რამდენს ვიღებ უეჭველი არანაირი ნახშირწყლები არ დამითვლია მაინც და მაინც რამდენს ვიღებ უეჭველი უბრალოდ სუფთა საჭმელს ჭამ ნორმალურად და ვარჯიშობ კარგად მეტი არაფერი მარტივია მართლა მარტივია